მოგესალმებით, მე ვარ გენუსი ჭინოვა აფხაზეთიდან. დავიბადე 1990 წელს ქალაქ ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუბჟაში. 1993 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ ვიქეცით დევნილებად. როგორც წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, მახსოვს ფრაგმენტებად ჩვენი გამრავლილი გზა ოჩამჩირიდან თბილისამდე. იძახიან ალბათ მძიმე ემოციებს განიცდი მაგ მომენტში და მაგიტომაც დაგამახსოვრდაო. მახსოვს როგორ ვაკვირდებოდი ჩვენი სახლის ეზოდან ქუჩაში გამდელ ორ შეიარაღებულ ადამიანს, რომლებმაც შემამჩნიეს მეტ და მომესალმენ, მითხრეს რომ სახლში შევსულიყავი და ჩაიარეს. ამის შემდეგ დაიწყო შეუწყვეტელი სროლისხმა. და ეს ხმა არასდროს არ გაჩერებულა საერთოდ. თავიდან მე შინო დამხმის, მაგრამ ცოტა ხანში ისე მივეჭვი რომ ყურადღებას აღარ ვაქცევდი. მახსოვს სახლიდან წამოსვლა მთელი სანათესაო ჩვენ სახლში შევიკრიბეთ და იქიდან დავიძარეთ. მახსოვს შავი ზღვის ტალღები როგორ მესხმებოდა სახეში და ხმა ბიძა ჩემის ღრმად ჩასუნთქვის რომ ტალღას არ დაეხჭო. მამაჩემს ჩემი ძმა ყავდა, ისევე შემოჯდარი ბიძა ჩემს მე. და ესეც ცდილობდნენ დამალულიყვნენ ტალღებში და ნაპირ-ნაპირ ყველამდე წყალში გაევლოთ ეს გზა. მთელი ის ღამის განმავლობაში წყალ ვიარეთ მთელმა ოჯახმა. რომ გათენდა საშინელი სურათი დამამახსოვდა, უამრავი ადამიანი იყო ნაპირზე გამორიყული. შემზარავი სანახავი იყო ეს ყველაფერი. არ მინდა ყველაფრის დეტალებში მოყოლა. სანაპიროდან წამოვედით ერთი მიტოვებულ სახლი ვნახეთ, ერთი მიტოვებული და დავბინავდით იქ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების სულ რაღაც 3 წელი მაგატარებული ომამდე აფხაზეთში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაკავშირებს აფხაზეთთან ჩემი ბავშვობის მოგონებები. დაუჯერებელია, მაგრამ მახსოვს ჩემი სახლი. ხშირად დამსიზმრებია ეზოს შესასვლელი კარი და შესვლის მომენტი. მახსოვს სახლის მარჯვნივ მქონდა მანდარინები. სახლის უკან დიდად გაშლილი მიწა, სადაც ჩემ ოჯახს მოჰყავდა საზამთრო. ძალიან მიყვარდა ამ საზამთროების დახეთქვა ჩემი პატარა ჩაქუჩით, რის გამოც ხშირად მეჩხუბებოდნენ ხოლმე მშობლები. რომ გავიზარდე ჩემ მშობლებს, ჩემთვის უკითხავთ თუ რა მახსოვდა აფხაზეთთან დაკავშირებით და მათ მოუყევი ეს ყველაფერი. ისინი გაუცდნენ ჩემი მონაყოლით, გავკვირდათ თუ როგორ შეიძლებოდა აღმეწერა სახლი ესე ზუსტად დეტალებში. იმის გამო რომ 3 წლის სასახლში წამოვედი იქიდან. ესეთი პატარა რო ვიყავი, ამიტომ გამიჭირდება ალბათ იმის მოყოლა თუ რა იყო ომამდე. მაგრამ მაქვს მოსმენილი ბევრი მოყოლილი ჩემი მშობლების და ჩემი ახლობლების ამბობიდან ბევრი რაღაცა ვიცი რა იყო ომამდე. ომის შემდეგ ისე მოხდა რომ მამაჩემის მხარე ყველა თბილისსა და სამეგრელოში განაწილდა საცხოვრებლად. დედაჩემის მხარე სანათესაო მთლიანად ყველა აფხაზეთში დარჩა და დღემდე მაქვს მაგათან ურთიერთობა, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს. მამას 9 დედმამიშვილი ყავს, დედას 6 და მოგეხსენებათ მათი შვილების რაოდენობა საკმაოდ ბევრ ადამიანს მოიცავს. თითქმის ყოველდღიური დისტანციური ურთიერთობა მაქვს აფხაზეთში ცხოვრებ ჩემი ბიძაშვილებთან და დეიდაშვილებთან. რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ვერ ვახერხებ მათ ნახვას იმ ბარიერის გამო, რომელიც რუსმა სამხედროებმა აღმართეს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი. დეიდაჩემის მეუღლე და მამაჩემი ომამდე ახლო მეგობრები იყვნენ. და ომის შემდეგ დეიდაჩემის მეუღლე გახდა ერთ-ერთი მოსაზღვრე სოფელის მერი. და ომის დასრულებიდან 5 წელიწადში გადაწყვიტეს მამაჩემმა და ბიძაჩემმა, ამ დეიდაჩემის მეუღლემ, შეხვედროდნენ საზღვარზე ერთმანეთს. მამაჩემის ნაუმარი იყო აფხაზეთში და დღემდე არ შეუძლია რომ აფხაზეთში გადავიდეს. და არც ბიძაჩემს შეუძლია აქეთ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოსვლა. მოკლედ მოხდა ეს შეხვედრა, გაიშალა დაახლოებით 40 კაციანი სუფრა ენგურის ხიდს გადაღმა აფხაზეთსა და სამეგრელოს საზღვარზე. სუფრის ერთ თავში იჯდა მამაჩემი და მეორე თავში ბიძაჩემი. უბრალოდ წარმოედგინეთ, ხედავ ორ ვაჟკაც ადამიანს სუფრის ორივე მხარეს, ერთმანეთს თვალებში უყურებენ და ცემლად იღვრებიან. ვიდექი სუფრის შუა ნაწილთან და ხან ერთს გავხედავდი, ხან მეორეს. მაგ მომენტში ვერ ხვდებოდი მათ ამ რეაქციას. რატო ტიროდნენ? მათთან ერთად მთელი სუფრა ცემლად იღვრებოდა. დაახლოებით 4-5 საათი გაგრძელდა ეს სუფრა. შუა სუფრის დროს დედაჩემს მკითხი გაკვირვებულმა. რატომ ტიროდნენ? და მან მითხრა,
დიდი ტკივილი ატირებდა, თან არ იციან შემდეგში როდის შეხვდებიან ერთმანეთს. ამ შეხვედრის დროს სულ რაღაც 8 წლის ვიყავი, შესაბამისად ბოლომდე ვერც გავაანალიზებდი ამ სუფრის ტკივილს და მის შინაარს. ამ დღეს ჩემს მოგონებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ვიაზრებ ამ სუფრის შინაარს და ამ ამბის მოყოლის დროს მიჭირს ემოციების დამელვა.